Iaq მოსამართლემ ციხეში გაუშვა 3 ადამიანი, ესენი არიან ხვიჩა გოგოხია, რამაზ მამულაძე და მათ შორის ავთანდილ სურმანიძე, რომლის ადვოკატებსაც მიეცათ დრო, გონივრული დრო იმისთვის, რომ თარგმნონ სამედიცინო დოკუმენტაცია. ავთანდილ სურმანიძე არის შეზღუდული უნარების მქონე პირი, როგორც მისმა უფლებადამცველმა აღნიშნა და არსებობს ამის შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა დოკუმენტაცია შესაბამისი საბუთები იყო წარმოდგენილი უკრაინულ ენაზე. შესაბამისად მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქართულ ენაზე უნდა წარმოედგინა დაცვის მხარეს და მისცა გონივრული დრო იმისთვის, რომ ეთარგმნათ, ნოტარიულად დაემოწმებინათ და ამის შემდგომ უკვე მიეწოდებინათ საგამოძიებო უწყებისთვის. გამოძიებელმაც არ გამორიცხა, რომ გადაიხედება ავთანდილ სურმანიძის უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის სამედიცინო დოკუმენტაცია და ამის შემდეგ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ისიც საპატიმრო გირაოს საფუძველზე გამოუშვან. უკვე ამ შემთხვევაში უკვე ციხიდან გამომდინარე იქიდან, რომ ახლა უკვე მათი ეტაპირება განხორციელდება გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში. იქ იქნებიან მოთავსებულები სამივე პირი, რაც შეეხება იად არახველიძეს, ის გათავისუფლდება დიდი ალბათობით დღეს საღამოს, მას შემდეგ რაც ოჯახის წევრებს გადაეცემათ საბანკო რეკვიზიტები და ამის შემდგომ ჩარიცხავენ თანხას 10,000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში უკვე კრეატიულ დირექტორს ექნება შესაძლებლობა, რომ დატოვოს წინასწარი მოთავსების იზოლატორი, სადაც ის მოთავსებული იქნება დროებით. არავის მოწოდებას არ ამყოლილ ვარ, ჩემს გვერდით მყოფ ადამიანებს არ ვიცდო. უკრაინაში ვაპირებდი წასვლას, 3 წელზე მეტია მე აქ არ ვარ და ვიბრძვი ჩვენი საერთო მომავლისთვის. 1 აგვისტოს საქართველოში ვიყავი, მაგრამ აქციაზე არ ყოფილვარ. მანამდე შეუერთი 4-ში, რადგან იყო მშვიდობიანი აქცია. ვიყავი მზად, ვაპირებდი ლაგოდეხში წასვლას და უკრაინაში წასასვლელად რაღაცეების ყიდვას. არაფრის მეშინია, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ 100 კილომეტრი უნდა იარონ ჩემს სანახავად ოჯახის წევრებმა. ავთანდილ სურმანიძე იყო ერთადერთი პირი, რომელმაც ისარგებლა სიტყვის თქმის უფლებით, ბუნებრივია არც ერთი დაკავებული 4-დან არ აღიარებს წარდგენილ დანაშაულს. ამბობენ, რომ ისინი არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში არ მონაწილეობდნენ, იდგნენ საპროტესტო აქციაზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე და გამოხატავდნენ საკუთარ საკუთარ ნებას, თავისუფალ ნებას. რაც შეეხება იად არახველიძეს, მან ისაუბრა მისი დაკავების დეტალებზე. თქვა, რომ ის დაკავდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ის ბორტზე აიყვანეს სამართალდამცველებმა. თუმცა რის გამო არ განუმარტეს და მისთვის დღესაც სასამართლო პროცესიც წარმოუდგენელი იყო ის ბრალდება, რომელსაც ედავება მას. შინაგან საქმეთა სამინისტრო იად არახველიძესთან დაკავშირებით მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ადვოკატმა დააყენა შუამდგომობა, რომ ის საპატიმრო ღონისძიების გარეშე გაეთავისუფლებინათ ხტომათა დარბაზიდან გამომდინარე იქიდან, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აღენიშნება და საჭირო სპეციფიურ მკურნალობას, ყურადღებას და საპატიმრო დაწესებულებაში ეს ყოველივე იქნებოდა შეუძლებელი. ამის შემდგომ უკვე პროკურატურა მოიძია მის შესახებ სამედიცინო განმარტება, მათ შორის იზოლატორიდან გამოითხოვა ინფორმაცია, 1 საათიანი შეყოვნების და შესვენების შემდეგ უკვე პროკურატურა შევიდა სასამართლოს ხტომათა დარბაზში საპატიმრო გირაოს შეფარდების შუამდგომობით იად არახველიძისთვის. ვითხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, ან ნებისმიერი სხვა კიდე დამატებითი ღონისძიება, ასევე ქონდა კიდე შესაბამისი ჯანმრთელობის პრობლემები დროებით მოთავსების იზოლატორშიც, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს და შემდგომ უკვე ბრალდებამაც განმარტა, რომ მათი განმარტებით დროის სიმწირიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს, ასე ვთქვათ, მაგ დოკუმენტაციის გაცნობა და შემდგომ უკვე თავადვეც დაგვეთანხმდნენ გირაოს გამოყენებაზე. უბრალოდ მან სხვაობა ის იყო, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების ხარე, ჩემთვის პირადად როგორც ადვოკატისთვის და ადამიანისთვის უნდა გაუგებარე რაღაც საჭირო იყო მოსამართლემ, რომ საპატიმრო გირაო გამოიყენა, როდესაც შეეძლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა და მით უფრო არსებულ შესაბამისი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც უბრალოდ სასამართლოს როგორც წესი არ უყვარს ხოლმე ადამიანს პირდაპირ დარბაზიდან გამოშვა. მას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც გაჟღერდა კიდე სასამართლოს დარბაზში, მით უფრო რადგანაც გაზიარებული იქნა, კიდე უფრო სიღრმეში აღარ ვთვლი საჭირო ჩასვლას, უბრალოდ ეს გავმარტავ, რომ პროკურატურას მიდგომა კი ბატონო კარგი იყო, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში რომ დაგვეთანხმოთ, თუმცა არ არის აუცილებელი იმ წუთიერი იყოს საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობის, როდესაც უფარდებენ სხვა პირებს პატიმრობას და შესაძლებელი არის, რომ პატიმრობის გარეშეც მიღებული იყოს სხვა არაერთი გადაწყვეტილება. განჩინებას აუცილებლად გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენად დასაბუთებული იყო პროკურორის შუამდგომობა, გიპასუხებთ, რომ ფაქტიურად დაუსაბუთებელი შუამდგომობა წარმოადგინა პროკურატურამ 4-ვე ბრალდებულთან მიმართებით და ძირითადად ასახელებდა იმას, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე, რასაც
ვერც ერთი გარემოება ვერ ადასტურებდა. ბატონ რამეს აქვს დიაბეტი მძიმე ფორმებში და შესაბამისად ვფიქრობთ, ეხლა კიდევ დამატებით გადმოგვეგზავნება მათი ახლობლებისგან და კლინიკებიდან დამატებით ფორმა 100 და აუცილებლად წარმოვადგენთ 2 დეკემბერს პროცესზე. როგორც ბატონი რამაზ მამულაძე ამბობს, ის გადავიდა უშუალოდ პატა ბურჯულაძის დასახმარებლად, როგორც თვითონ თქვა, თვალებში შეასხეს წიწაკის სპრეი და ვეღარ ხედავდაო და ამასთან დაკავშირებით შევაჯანჯღარე ისე კარი, რომ ვეძახოდი კიდეც, რომ ვეღარ ხედავს კაცი და გადმოიყვანეთ და ამასთან დაკავშირებით გადავედიო. თანდათან მიმართებაში იქიდან გამომდინარე რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო წარმოდგენილი დოკუმენტაციის თარგმანა ბრალდების მხარემ განაცხადა რომ მისთვის ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით როგორც შშმ პირის სტატუსი ასევე არ არის დადასტურებული მის მიმართ დადგენილი ვეტერანის სტატუსი ეს არის პირი რომელიც იბრძვის რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას რა თქმა უნდა რუსეთის წინააღმდეგ შესაბამისად ჩვენ მოგვეცა იმისი რეალური დრო წარმოადგინოთ მტკიცებულებები ქართულ ენაზე შესაბამისი ფორმით დამოწმებული და ნათარგმნი და 48 საათი ჩაბარდებათ დაცვის მხარეს ადვოკატებს უკვე მოსამართლის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილი და ამის შემდეგ უკვე ავთანდილ სურმანიძის როგორც ადვოკატმა გამარტა ის წაიღებს ამ საქმეს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს სააპელაციო წესით და თან დაურთავს უკვე ქართულად ნათარგმნ სამედიცინო დოკუმენტაციას და არ გამორიცხავს ადვოკატი რომ შესაძლოა ავთანდილ სურმანიძე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებითვე იქნეს გათავისუფლებული გირაოს საფუძველზე რაც ეხება დანარჩენ ორ პირს პროკურორმა დღესვე სასამართლო პროცესზე გაამარტა რომ მათთან დაკავშირებით დღეს თუ კი არსებობს რაიმე ტიპის დოკუმენტაცია მათ თუ კი აწუხებთ მათ რაიმე ტიპის დაავადება რომელიც საყურადღებოა და პენტენსიურ დაწესებულებაში შეექმნებათ ამ ადამიანებს პრობლემა მოუწოდა ადვოკატებს რომ წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და საგამოძიებო უწყება შემდგომში განიხილავს მათ საქმეებსაც